დღეს ისევ იმოგზაურებთ ჩემს საყვარელ ფილმ „რომეო და ჯულიეტი“ და მოვამზადებთ საქონლის ხორცს ბურგუნდიულად. და მოვთავსეთ კომფორტულად, დავიწყოთ წითელი ღვინო, ჩავთოთ ხუმელი და ნახოთ როგორია ფრანგული სიმკვრივე ტექსტი. ამ არაჩვეულებრივი კერძის მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება საქონლის ხორცი, კარაქი, ქვილი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, სოკო, ბეკონი, ტომატი, მარილი, შავი წიწაკა, ბულიონი და ცოტა ოქროხი. პირველ რიგში ბეკონი დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფშაზე, შევუბრაწოთ და ბეკონის ცხიმში უკვე უნდა შეიწვას საქონლის ხორცი. დაველოდოთ ტაფის დახურებას და როგორც უკვე გითხარით, ტაფაზე მოვათავსოთ ბეკონს. ხოდაშორის ეს იყო პირველი კერძი, რომელიც მომზადე მეორე დღესვე ფილმის ყურებიდან. წარმოდგენა არ მქონდა რა ვაკეთებდი, ვიცოდი რომ რაღაც უგემრიელესი უნდა გამოსულიყო და შედეგმაც არ დააყოვნა. ხოდაშორის ფილმში ამ არაჩვეულებრივი კერძის ამბავი საკმაოდ დრამატულად ვითარდება. და რატომ? კერძი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, 3 საათნახევარი უნდა გაუშვათ ფინელში დაბალ ტემპერატურაზე 160 გრადუსზე. potom მთავარ გმირს დაეძინება და კერძი დაიწება. თუმცა დღეს ჩვენ ამის საშიშროება არ გველოდება, რადგანაც ღუმელი ჩემი არაჩვეულებრივი ღუმელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 3 საათნახევარში პროცესი ავტომატურად გაჩერდეს. უკვე მომზადებული ბეკონი გადაგვაქვს ქვაფში. შევეცადოთ, რომ ცხიმი ტაფაზე დაგვრჩეს. უკვე ხორცის შესაწვავად. შემდეგი ეტაპი არის საქონლის ხორცის მობრაწვა ტაფაზე. გამოვიყენებ საქონლის ბეჭის ნაწილს, რომელსაც დავჭრი, ესეთ კუბებად. აუცილებლად უნდა გავამშავოთ საქონლის ხორცი შებრაწვამდე და დაიმახსოვრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის ხორცის მობრაწვის ეტაპი, არა მარტო ამ კერძში, ზოგადად. მობრაწვა უდრის გემოს. ვამატებთ მარილს, ვამშრალებთ და მაქსიმალურად გაცხერებულ ტაფაზე ორივე მხარეს ფერს ვაძლევთ ხორცს, იმისთვის რომ მაქსიმალურად შებრაწულის ეფექტი ქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, შებრაწვის წინ ხორცს უნდა მოვაყაროთ ქვილი. არ დაუტვირთოთ ტაფა ძალიან ხორცით. ამ კერძში ხორცი ტაფაზე ჩვენი მიზანი არ არის რომ მომზადდეს ბოლომდე, ჩვენი მიზანი არის მობრაწვა. რადგანაც ხორცი საკმარისზე მეტ დროს გაატარებს ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე და მივა კონსისტენციამდე, როდესაც იქნება ურბილესი და შლადი. შემდეგი ეტაპი არის ხახვის და სტაფილოს დაჭრა, რომელსაც მოვათავსებთ ასევე ქვაფში და შევუშვებთ ღუმელში 3 საათნახევარი. შესაბამისად, არ გვჭირდება ხახვის ძალიან წვრილად დაჭრა. საშუალო ნაჭრებად ხახვის ოდნავ ვიყვან იმ ტაფაზე, რომელზეც შევწვი ხორცი და ოდნავ დაიელდეს. ჩვენ კიდე ერთი ნაირსახეობის ხახვის გამოვიყენებთ. მე მაქსიმალურად შევეცადე, რომ ქართულ ბაზარზე მომეპოვებინა ეს უკანასკნელი, არ მგონია ნამდვილი ფრანგული შალოტი ეპოვა, მაგრამ პატარა ზომის ხახვი, რომელსაც უკვე მომზადებულ კერძში დავამატებთ. შეიძლება ბევრი ეტაპებისგან შედგება საქონლის ხორცი ბურგუნდიულად, მაგრამ დამერწმუნეთ, შედეგი ისეთი არაჩვეულებრივია, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს აუცილებლად გააკვირვებთ და იტყვიან, რომ საიდან იცის ეს ყველაფერი. შეიძლება 4 კბილი ნიორზე მეტად მოგეჩვენოთ.
პირველ რიგში ძალიან უხდება ამ კერძს ნიორი და მეორე ის რომ რადგანაც საკმაოდ დიდ ხანს მუშავდება თერმულად ნიორი ამ დროის განმავლობაში თავის არასასიამოვნო შემოწირულო გემოს მხოლოდ ესე მიუხედავად. ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი უნდა დავამატო ახლა. ეს არის ტომატ პასტა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს გემოს და ძალიან კარგ ეფექტს მოგცემს უკვე საბოლოოდ. სხვადასხვა მე ვილაპარაკებ ფილმში სცენაზე, რომელიც საკმაოდ დრამატულად ვითარდება, თუმცა საბოლოოდ მაინც წარმატებულად, რადგანაც თავარ გმირს, როგორც უკვე გითხარით, კერძი დაეწვება, თუმცა არ დანებდება და ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ სამზარეულოში, არამედ ცხოვრებაშიც. Months ago. What if she does? I mean, what would that mean? That would mean I might be a writer. How much money do people make for books? Like an advance? კერძისთვის დაგჭირდება ორი ძალიან არომატული კომპონენტი, ეს არის ბეკონდარა, რომელსაც დავამატებ 7-8 ულიასტიკში ანათქვამი, მაგრამ მე დავამატებ. გემო და სუნიაკ არაჩვეულებრივ. დაფნის ფოთოლი, ორი ცალი და ორი ღვინო. ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა მინდა გითხრათ. კერძში არასდროს არ დავამატოთ ის ღვინო, რომელსაც არ დავით. ყოველთვის დავამატეთ ის ღვინო, რომლის დამატებაც დაგენალებად ისეთი არ გიქნება. ჩემ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩემთვის ამ ეტაპზე საუკეთესო წითელ მშრალ ღვინოს, რომელსაც ესე შავასხამ, ასევე უნდა დავამატოთ ღვინოსთან ერთად ბულიონი, რომელიც წინასწარ გავხსენე ცხელ წყალში, საქონლის ბულიონი. და ეს მარტივად დავამატებ. ბოლომდე არ უნდა დაიფაროს სითხით. ანუ ოდნავ ხორცი შესამჩნევი უნდა იყოს. შესაბამისად, მოვიტოვებ ბულიონს თუ ცხობის დროს, ანუ როცა ჩვენ მას ფინალში შევდებთ, აღმოაჩენთ, რომ ღვინო აორთქლდა და ფიქრობთ, რომ ნაკლებია სითხე, ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ ან ბულიონი, ან ღვინო. საქონლის ხორცი ბურგუნდიულად კერძისთვის ყველა ინგრედიენტი ყვავში გვაქვს. ეხლა დაგვრჩა ის, რომ ღვინო, რომელიც ყვავში ჩავასხეთ, ავაორთქლოთ ალკოჰოლისგან, ანუ ავაორთქლოთ ღვინოში არსებული ალკოჰოლი, მას ნიშნავს იმას, რომ წამოვადუღებთ და შემდეგ უკვე შვიდად მოვათავსებთ უბანში. ეხლა მე ამ ტაფაზე დავასხავ ცოტა ღვინოს და ამ ღვინოს ჩავასხამ, რომელიც დაჯერებული იქნება თხევადი ოქროთი, ჩავასხამ ჩვენს ყვავში. Je me baladais sur l'avenue de Bruxelles à l'infini. J'avais envie de demander à n'importe qui, ce fut toi. Je t'ai dit n'importe quoi, il suffisait de te parler pour t'apprivoiser. მანამ სანამ ჩვენ ღვინოს ვაღურთქლებთ, მე მომზადებ ხახვებს, ადუღებულ წყალში მოვათავსებთ ამ ხახვს, ოდნავ წარმოვადუღებ და მე დავაკარამელიზირებ. და ეს ყველაფერი უკვე გამზადებულ პროდუქტს დაემატება. ამოურთქლდა ალკოჰოლი და ის ხო დაგვრჩენია ხუმელში შევაბრძანოთ საქონლის ხორცი ბურგუნდიულად. მეტი და ერთ ნაკლები, ხა? ხახვი უნდა მოვათავსოთ ქვაბში. ვამატებ წყალს, ოდნავ დაფარო არ ჭირდება. ვამატებ კარაქს, წყლიან ქვაბში, ხახვთან ერთად. და ცოტახანი მივიწევთ. სადღაც 15 წუთამდე. შევხედოთ პროცესს წყლის ამოურთქლებას გააჩნია და ხახვის სირბილეს. მას შემდეგ, რაც ჩვენი არაჩვეულებრივი კერძი საქონლის ხორცი ბურგუნდიულად მოვათავსებთ ღვინოში, გვაქვს 3 საათნახევარი და საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ მომზადოთ გარნირი. ჩემთვის საუკეთესო გარნირი ამ კერძისთვის არის კარტოფილის პიურე, ხოლო ეხლა მომზადებ სოკოს და ხახვს, როგორც გითხარით, რომელიც უკვე მზაკერტს დაემატება. სოკოს მოვათავსებ გახურებულ ტაფაზე, არ ვამატებ ჯერჯერობით არაფერს,
ცოტა მოგვიანებით დავამატებ კარაქს, ფარილს და წიწაკას. მიზანი არის სოკოს შებრაცხვა. ამისთვის ჩვენ აფაზე არ უნდა მოვარდნოთ ბევრი რაოდენობა სოკოსი, რადგან მოგეხსენებათ სოკო შეიცავს წყალს, ამ წყალს გამოუშვებს და თუ ბევრი იქნება, ამ წყალშივე ჩაიხარშება პროდუქტი. შესაბამისად ვიცადოთ, რომ რაოდენობა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მიბრაცხოს. პარალელურად ვაკონტროლებთ ხავსს და ჩანგლის ჩაჭრობა უნდა იყოს მარტივი. ეხლა ჯერჯერობით ეს მზად არ არის, შესაბამისად მაინც მაგარია. ნახეთ, უკვე იღებს არაჩვეულებრივ ფერს. მოსუნით პროცესი კარგად მიდის, შესაბამისად ჩვენ შესვენებაზე შეგვიძლია ღვინო დავლიოთ. როგორც ხედავთ, წყალი ამოშრა და უნდა დავამატო შაქარი, რათა გამოვიწვიო კარამელიზაცია. ფრანგული საცივი, ანუ ჩემთვის საქონლის ხორცი ბურგუნდიულად. ყოველთვის ამ კერძს ძველით ახალწელს ვამზადებ. ხო და ეს ზედმეტსახელი სწორედ მაქედან არის. გავიდა ნანატრი დრო. ხორცი იდეალურად არის მომზადებული. ეხლა ის გადაგვრჩა რომ соуსი, რომელიც ხორცს დარჩა, დაკონცენტრირდა და ნარჩენი соуსი უნდა გადავწუროთ ქვაბში და ცოტა წამოვატუყოთ და გავასქევოთ. წვენი უნდა გაცხელდეს, რომელიც შესრულებს соуსის როლს კერძისთვის. соуსი უნდა გავასქევოთ. გასქელებაში ჩვენ დაგვეხმარება ფქვილი, გამოვიყენე 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავამატებ კარაქს. ეს არის გასქელების ძალიან მარტივი და სწრაფი მეთოდი. ნებისმიერი соуსის, უბრალოდ აქ თავარია რომ ფქვილის გემო დაკარგოს соуსმა დუღილში. შესაბამისად დავამატებთ და დაველოდებით ატუღებას. თეფშზე დავასერვირებ პიურე. შემდეგ მოვათავსებ ხორცებს. ინგრედიენტებს, რომლებიც კერძის უმილში მოთავსების შემდეგ მოვამზადე, ეს არის სოკო და ხახვი, უკვე თეფში დავამატებ. ჩვენს არაჩვეულებრივ საქონლის ხორცს ბურგუნდიულად. 와인. ძალიან ნაზია. კარტოფილი ძალიან